ეს ცუცაა. ახლა შუადღია და ისვენებს სიგრილეში რბილ ლოგინზე. აქ კი მეზობლის ძაღლს გაექცა და ახლა ხიდან ვეღარ ჩამოდის. ძალიან მოსიყვარულია და ძალიან უყვარს თამაში. ცუცა მეზობლის ფისოა, რომელსაც საერთოდაც არ ქვია ცუცა და თან ბიჭია, თუმცა რატომღაც ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. ცუცამ კი გადაწყვიტა, რომ ზაფხულის არდადეგები ჩვენს სახლში გაატაროს. ბავშვობაში სოფელში რომ ჩავდიოდით, ჩვენს ეზოში მალევე იყრიდნენ თავს მეზობლის ძაღლები და კატები. მათ ჩვენი ძაღლი ცუგოც ემატებოდა. ცუგო, ბევრი არ გვიფიქრია და ასე დავარქვით მე და ჩემმა ძმამ ძაღლს, რომელიც მამამ სამსახურიდან მოგვიყვანა. ტანით მომცრო, ჭკვიანი და მამაცი ძაღლი იყო, მეტისი ტაქსას გენეტიკით. პატარა მე და ჩემი ძმა დიდი ძაღლებისგან ბევრჯერ გადავურჩენივართ. როგორც დედაჩემი ამბობდა, მე და ჩემს ძმაზე ჭკვიანი იყო და ჩვენგან განსხვავებით ერთხელნათქვამი ყველაფერი ესმოდა. ყოველ ზაფხულს ცუგა ჩვენთან ერთად სოფელში მოდიოდა. მამას თეთრი ჟიგული ჰყავდა. თბილისიდან სოფლამდე ჩასასვლელად 6-7 საათი მაინც გვჭირდებოდა. ცუგა მგზავრობას ვერ იტანდა, ცუდად ხდებოდა. მის მსგავსად ცუდად ხვდებოდი მეც. ამიტომ მთელი გზა მე ფანჯარასთან ვიჯექი, ცუგა კალთაში მეჯდა და ორივეს თავი გარეთ ჰქონდა გადაყოფილი. ხელში პარკიც მეჭირა. თუ მამა მანქანის გაჩერებას ვერ მოასწრებდა, პარკს ორივე გამოვიყენებდით. სოფლიდან წასვლა არც ცუგას უყვარდა, თუმცა სკოლა იწყებოდა და თბილისში დაბრუნების დრო იყო. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულებს ცუგა სახლში აღარ დაგვხვდა. გვითხრეს, რომ ცუგამ შვილი გააჩინა და მამას მეგობართან, ვაჟა ბიძიასთან გადავიდა საცხოვრებლად. ვაჟა ბიძია თბილისში ეზოიან სახლში ცხოვრობდა, ჩვენ კორპუსში. გვითხრეს, რომ ცუგას და ლექს ახლა სუფთა ჰაერი სჭირდებოდათ, ეს სუფთა ჰაერი კი ვაჟა ბიძიას ეზოში იყო. იმ ზაფხულს ცუგა ჩვენთან ერთად სოფელში აღარ წამოსულა. მე და ჩემს ძმას არც დაგვისვამს კითხვა რატომ. მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ, როცა უკვე დიდი ვიყავი, მერე ვაღიარე სიმართლე საკუთარ თავთან. სიმართლე კი ის იყო, რომ ცუგა და ლეკვი მშობიარობისას დაიღუპნენ. მას შემდეგ ძაღლი აღარასდროს აღარ მყოლია.